ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს სანქციები ნიშნავს იმას, რომ ამერიკა საქართველოს ხედავს არამხოლოდ როგორც ავტორიტარულს, არამედ როგორც პრორუსულსაც. ასე აფასებს სადარიგის პოლკოვნიკი ბობ ჰამილტონი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში იმას, თუ როგორი ფორმით და რა საკანონმდებლო მექანიზმით მოხდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის სანქცირება. პოლკოვნიკი ჰამილტონი ამბობს, რომ ამერიკას ორი უმნიშვნელოვანესი გზავნილი აქვს. ერთი, რომ ვაშინგტონში კარგად ესმით, ვინ მართავს რეალურად ქვეყანას და მეორე, ამერიკისთვის კანონზე მაღლა არავინ დგას. ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირება კი მისი აზრით სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოგვიანებით ამ ზომების გამკაცრება და სანქციების გავრცელება არ მოხდება როგორც მისი ოჯახის წევრებზე და ახლო გარემოცვის წარმომადგენლებზე, ისე მთავრობის ოფიციალურ წევრებსა თუ კანონმდებლებზე. ეს იქნება საზღაური საქართველოს მთავრობისთვის მისი ავტორიტარული შებრუნებისთვის, არა მხოლოდ ანტიდასავლური, არამედ პრორუსული მიმართულებისთვის. სანქციების გამოცხადება და ის გზა, რაც ადმინისტრაცია მის დასაწესებლად გამოიყენა, იმის თქმას ნიშნავდა, რომ ამერიკა ხედავს საქართველოს არა მხოლოდ როგორც ავტორიტარულს, არამედ ასევე როგორც პრორუსულსაც. ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე-ფაქტო მმართველი, თუმცა მას არ აქვს ფორმალური სამთავრობო როლი. ის არც პრეზიდენტი, არც პრემიერი და არც მინისტრი. ის ასევე აძლევს ამერიკას საშუალებას მომავალში სანქციების ესკალაცია მოახდინოს და გამოაცხადოს სანქციების ახალი რაუნდები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიმართ, როგორც ეს სხვა პირების თუ კომპანიების მიმართ გაგვიკეთებია. თადარიგის პოლკოვნიკი განმარტავს, რომ ქართული ოცნება არასწორად აღიქვამს ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ძალთა ბალანსს, როდესაც გგონია, რომ მთელი ძალაუფლება თეთრ სახლშია თავმოყრილი. ამ დროს კი კონგრესს სანქციებზე გადაწყვეტილების მიღება თეთრი სახლის ნების გათვალისწინების გარეშეც კი შეუძლია. ეს არასწორი გაგება იმის, თუ როგორ მუშაობს ამერიკული სისტემა. და გულისხმობენ, მიიჩნევენ, რომ მთელი ძალაუფლება თეთრ სახლშია თავმოყრილი და პრეზიდენტი ტრამპი ან პრეზიდენტი ბაიდენი ყველაფერს გააკეთებენ, რაც ენდომებათ და როგორც კი დონალდ ტრამპი დაიბრუნებს ძალაუფლებას, ყველაფერი რიგზე იქნება. კონგრესს ნამდვილად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საგარეო პოლიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი მას თეთრი სახლი განსაზღვრავს. როგორც წესი თეთრი სახლი წყვეტს ამას, მაგრამ როდესაც ეს კონგრესის დაწერილია, მისი უფლებამოსილების ფარგლებშია და კანონის ფორმა აქვს, მაშინ მხოლოდ კვლავ კონგრესს შეუძლია მისი შეცვლა. ჰელსინკის კომისია ჯო უილსონის ლიდერობით ძალიან მტკიცე ხმაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული მომავლის თაობაზე და საქართველოს ავტორიტარული პრორუსული შემოbrunების წინააღმდეგ. ბობ ჰამილტონი საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ევრაზიის მიმართულებას ხელმძღვანელობს. ის ამბობს, რომ ვაშინგტონში რესპუბლიკელ კანონმდებელთა შორის ბოლო დროს უფრო და უფრო იზრდება იმის აღქმა, რომ ქართული ოცნება არამხოლოდ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი და პრორუსული ნაბიჯების გადამდგმელი ხელისუფლებაა, არამედ ამერიკის მეტოქეების, ირანისა და ჩინეთისადმი მეგობრულად განწყობილი მთავრობაა. ეს კი როგორც თეთრ სახლსა თუ სახელმწიფო დეპარტამენტში, ისე კონგრესშიც რესპუბლიკელთა ლიდერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი არგუმენტი იქნება და მათში კეთილგანწყობას არ გამოიწვევს. ვფიქრობ, ეს ძალიან ჭკვიანური იყო ჯო უილსონის მხრიდან, რომ მან გააფართოვა ამ თემაზე საუბარი არა მხოლოდ როგორც ავტორიტარული და პრორუსული მთავრობის შესახებ, არამედ მის შესახებ, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან და ჩინეთთან. ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორია, ჩინური კომპანია ააშენებს ახალ ანაკლიის პორტს. ესაა ქართული ოცნების მთავრობის მოქცევა იმ ჩარჩოში, რომ ის არა მხოლოდ ავტორიტარული და პრორუსულია, არამედ ასევე თანამშრომლობს ამერიკის სხვა მოწინააღმდეგეებთან. ჰამილტონი, რომელიც ქართულ თავდაცვის ძალებს გამორჩეულად კარგად იცნობს, ამბობს, რომ სისტემაში დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესება ბევრი ღირსეულის ამხედრო მეთაურისთვის შემაშფოთებელია, რადგან ისინი რისკებს სათანადოდ აფასებენ. ქართული ჯარი კი, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში სარგებლობდა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, სამხედრო წვრთნებითა და აღჭურვილობით, პოლკოვნიკ ჰამილტონის აზრით სავარაუდოდ ამ დახმარებას ვეღარ მიიღებს, რადგან ის იმ ქვეყნის ჯარია, რომლის მთავარსარდალსა თუ ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორები ლეგიტიმურად არ მიიჩნევენ. ვაშინგტონში არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ სამხედრო ურთიერთობა უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს როგორც მთლიანი ურთიერთობის მტკიცე საფუძველი და იქნებ შემდეგ შევძლოთ ამ ურთიერთობის თავიდან აშენება სწორედ ამ სამხედრო პარტნიორობაზე დაფუძნებით. ჩემი აზრით ეს შეცდომა იქნება. ეს გვიცდია სხვა ადგილებშიც, სადაც ამერიკასთან სამხედრო თანამშრომლობა მრავალმხრივი თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
ეს თითქმის არასდროს გამოდის. მე არ ვურჩევდი არავის საქართველოსთან დაკავშირებით ამის გაკეთებას. სამხედრო დახმარება უნდა შეწყდეს ისევე, როგორც ყველა სხვა ტიპის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. სულ მცირე მიზანშეუწონელია ამერიკისთვის საქართველოს ჯარისთვის წვრთნების გაგრძელება, აღჭურვილობის მიწოდება და წვრთნა. ცოდნის მიწოდება ქართული ჯარისთვის, მაშინ როცა ის ემსახურება არალეგიტიმურ მთავრობას, ავტორიტარულს და ქართული ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედ მთავრობას. ძალიან კარგია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები არ ხდება პირდაპირ ჩართული საქართველოს მთავრობასა და ქართულ ხალხს შორის ამ დაპირისპირებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ ამერიკის ან ქართული ხალხის ინტერესებში იყოს ის, რომ სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდეს მაშინ, როდესაც სხვა ტიპის თანამშრომლობა გაყინულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძე, რომელიც თავადაცაა რამდენიმე ევროპული ქვეყნის სამოგზაურო შეზღუდვების სამიზნე, ამბობს, რომ სანქციები რეალურად არის ჯილდო ქვეყნის ეროვნული ინტერესების გატარებისთვის და რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებით დასავლეთს შანტაჟის შესაძლებლობა აქვს ხელიდან გამოცვლილი. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ამერიკაში 2 კვირაზე ოდნავ მეტ ხანში გაიმართება 119 მოწვევის კონგრესმა კი, სადაც ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, მუშაობა უკვე დაიწყო.